ძალიან საინტერესო იყო ის შეხვედრა, ძალიან პროდუქტიული, ძალიან სასარგებლო. ძალიან მოხარული ვიქნები კიდევ თუ ჩატარდება ესეთი შეხვედრები, არა მარტო ჩვენთან, არამედ თვითონ მეწარმეებთან და ქარხნებში, ვინც აწარმოებს საერთოდ, ვინც პროდუქციის გადამზადებას აკეთებს. ჩემთვის საინტერესო იყო აქ გაჟღერებული თემები. მე უშუალოდ ჩართული ვარ ამ პროცესებში ჩვენი ქარხნიდან. ამიტომ სურსათის უნებლობა არის ძალიან მაღალ დონეზე ასაყვანი ჩვენს ქვეყანაში. დღეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდა სურსათის უნებლობის წარმომადგენლებთან და ძალიან კმაყოფილი დავრჩით, იმიტომ რომ ვფიქრობ ჩვენზე ხალხი, მე მაინც ისედაც ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა სურსათის უნებლობისგან. და ეს შეხვედრა იმდენად მნიშვნელოვანია მარტო ჩვენთვის კი არა, იმ მეწარმეებისთვის, რომელიც ჩვენს უკან დგანან. ჩვენთან ერთად აკეთებენ ძალიან ბევრ პროდუქტებს და ძალიან ბევრი შეცდომები მოგდის ინფორმაციის არქონის გამო. ამიტომ ეს შეხვედრები მარტო ჩვენთან კი არა, აქ ითქვა, რომ ფერმერებთანაც უნდა იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც საკვებ პროდუქტებს ქმნიან. დიდი მადლობა სურსათის უნებლობას. ვისურვებდი კიდევ უფრო ბევრჯერ და სხვების სტუმრებიც იყვნენ. დიდი მადლობა. სურსათის უნებლობა გვეხება ყველას. და ძალიან კარგი და საჭირო პროექტია, რაც ხორციელდება და ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი ამდენი ინფორმაცია მიეწოდათ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო მეწარმეებთან შეხვედრა, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის აქ მიღებული ინფორმაციიდან ყველაზე სასიამოვნო და ყურადსაღები იყო ის, რომ ეს ყველაფერი დაიწყო ბავშვებში ცნობიერების ამაღლებით, იმიტომ რომ ამ სფეროში ინფორმაციის ნაკლებობა ძალიან დიდი გამოწვევაა. და ძალიან კარგი იქნებოდა მივესალმები, თუ მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება და სიამოვნებით მივიღებ ყოველთვის მონაწილეობას და ვიდგები თქვენს გვერდით.